კარგი, თუ შემოგვესწრებიან, ეხლა არ ვიცი, სხვება იციან თუ არა, რომ ამ აუდიტორიაში ვართ, აქ მეორე ჯგუფი დავინახე კიდე შემოსული, ხო? მიხვდებიან იმედია, რომ ამ აუდიტორიაში ვართ შემოსული. წინა ლექციაზე აქ არ ვიყავით, თქო, ვიკითხე და არა, იქით ვიყავით 407-ში. და რადგან ეხლა აქ გავჩერდი და არავინ არ არის, ამიტომ დავრჩი ამ აუდიტორიაში და ზოგადად იცოდეთ, ან აქ გვექნება ხოლმე, ან 407 ჯობია სივრცის გამო. გავაგრძელოთ ახლა ჩვენი ლექცია და მე კიდე მიმართავ Zoom-ში ვინც არის. იმ ხალხს მიმართავ, ზოგადად ის ხალხი, რომელსაც არ შეუძლია მოსვლა, არის ასეთი თქვა, ფიზიკურად არ შეუძლია, კი ბატონო, მაგრამ დანარჩენები გთხოვთ ლექციაზე გამოცხადდეთ აუდიტორიაში. არიან ადამიანები, ვინც არის თქვა რაიონში, ვინც არ არის საქართველოში, ასეთებიც არიან ბაქოდან ერთობა ზოგიერთი, არიან სხვა თვალსაზრისით ღმერთმა ალბათ უნდა გაგხადოთ ნურან, მაგრამ აი ასე ფიზიკურად მოდიან, კი ბატონო, მართლის გასაგებია, მაგრამ ძირითადად ძალიან გთხოვთ მოგზავნდეთ ინსტიტუტში. ეხლა ეს ეხება ლექციას. ამ წუთას ასაც საუბრობ, ეხება ლექციას ამ შეხვედრას და სემინართან დაკავშირებით უკვე გითხარით იმ ჯგუფს. ეხლა რა გნება? აი ვიწერ ახლა ლექციას. კი ვიწერ, მაგრამ ესეც პრობლემაა, როცა Zoom-ში ვიყავით, ის უფრო იოლი იყო. მე ვიწერდი, მე თქვენ შეგეძლოთ წოდომა გქონდათ. ეხლა იწერს ეს კომპიუტერი, და გადავაგდო მე სხვაგან და ასე შემდეგ. მოკლედ, ქართულებული ეწოდა. კარგი, დავიწყოთ ეხლა ჩვენი ლექცია, ჩვენ გავჩერდით, როგორც მითხრა საგერ ბავშვებმა გავჩერებული ვართ ბერნინიზე, ანუ ბერნინის შემოქმედება მთლიანად არ განვიხილავს და გავჩერებული ვართ წმინდა პეტრეს ტაძარზე. ანუ როგორც ხვდები, აი ეს ნანახი გაქვთ. სკულპტურა კი ბატონო, ეს ჯგუფი რახან ნანახი გაქვთ, გადავიდეთ მაშინ მის არქიტექტურულ შემოქმედებაზე და არა მარტო არქიტექტურაზე, არამედ რომში მას როცა დაევალა წმინდა პეტრეს ტაძრის განახლება, რითაც დაიწყო ეს არის ინტერიერის დიზაინის და თქვენ ალბათ მიხვდით, რომ აი ასეთი დონის მოქანდაკე, რომელზეც ამბობენ, რომ მიქელანჯელოს მერე ასეთი რამ იტალიაში აი ასეთი დონის მოქანდაკე და ხელოვანი არ ყოფილა ამ სიძლიერის, ასე თქვა და ასეთი ფართო მასშტაბის, მას რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან დიდი პატივიც იყო და ძალიან დიდი გამოწვევაც იყო პეტრეს ტაძრის დიზაინის და პეტრეს ტაძრის მოედნების მოწესრიგება, რაც მთავარია. მე პირველ რიგში დავიწყებ ინტერიერით, მან შექმნა აქ ბალდახინი, აქ არის უკვე სკულპტურული, აი ესეთი ხასიათის და ეს არის არქიტექტურისა და ქანდაკების ზღვარზე შესრულებული ნაწარმოები და რატომ? იმიტომ რომ ბალდახინი, რომელიც და კაკული შემოგზანდით და დამზადეთ. ბალდახინი, რომელიც არის აქ წარმოდგენილი, ანუ კათედრისთვის შექმნილი ეს კიბორი უსულად არა. აი ეს ბალდახინი არ არის სვეტებზე მდგარი, როგორც ხედავთ, არის სპირალურად დამუშავებული, აი ეს საყრდენი, აი ამ გადახურვისთვის და აი ამგვარი ესეთი ღვარჭნილი, მოქნილი, ძალიან პლასტიკური და სვეტებისაც კი ჩანაცვლება აი ასეთი ტანით, რომელიც სპირალისებულია. ეს დამახასიათებელია სწორედ ბაროკოსთვის. და ის ქმნის აი სწორედ აი აქ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის სკულპტურისა და არქიტექტურის ზღვარზე შესრულებული დიზაინი. რაც შეეხება მის უკან, ნახეთ, აი როგორც კი პეტრეს ტაძარში შედიხარ, აი ესე ცენტრალურ ღერძზე არის ბალდახინი, ბალდახინის მერე, ანუ საკურთხევლის ნაწილში არის აი ეს შესანიშნავი ჩანართი სკულპტურული ჯგუფის, ეს არის ამაღლება ტახტრევანის, ანუ ლაპარაკი არის პაპის ტახტრევანის ამაღლებაზე, რომელსაც აი ხა ახლოდან გიჩვენებთ, რომელსაც აი აქ პაპები არიან სწორედ გამოსახული, ეს ტახტრევანი და კიდევ ერთი საყვარელი თემა, როდესაც აი ბრინჯაოს სხივები შემოდის, ქანდაკებები დახუნძლური, ხედავთ, როგორი რელიეფური გამოსახულებებია და შემოდის აი ეს ოპაიონის ერთგვარ ღმერთის თვალის ერთგვარ ფუნქციას ასრულებს, სადაც დაკმაყოფილება არ ხდება მარტო ბუნებრივი შუქის შემოსვლით, არამედ აძლიერებენ ამ ეფექტს, იმიტომ რომ ბაროკო ეს არის ეფექტების
ხელოვნება ფაქტობრივად. ეს სტილი თავისთავად, მე ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს არის დამასრულებელი თითქოს რენესანსის, მაგრამ რენესანსის სიმშვიდე საერთოდ გაქვს, ამიტომ ბაროკო ჩვენ ცალკე სტილად უნდა განვიხილოთ, ვინაიდან აქ იმდენად დიდი ემოციები შემოდის და დიდი, ასე ვთქვათ, აი კულმინაციური მომენტების შემოტანა და ადამიანში უნდათ რომ გამოიწვიონ მღელვარება. რასაკეთებდა რენესანსი? სიმშვიდე უნდოდა ადამიანს, რომ ადამიანს ეკრძნო აბსოლუტურად მშვიდად იმ გარემოში თავი, ხო? და აბსოლუტურად სხვა რამეს გვთავაზობს ბაროკო. პირიქით ის მოწოდებული არის, რომ გამოიწვიოს ემოციურად ძალიან დიდი ასე იგი რეაქცია მაყურებლიდან. რაც შეეხება არქიტექტურას, არქიტექტურული ჩანართი, ეს გახლავთ აი პეტრეს ტაძრიდან გადასასვლელი კიბე ვატიკანში. და გაჩვენებთ კიდევაც მე გეგმაზე სად მდებარეობს, ანუ პეტრეს ტაძარი დაკავშირებული როგორ არის ვატიკანთან, ეს კიბე სკალარეჯია ეგრეთ წოდებული. გახლავთ პაპისთვის, ანუ აი პაპი გამოდის აი აქ. ხედავთ აი ამ შორეულ პერსპექტივაში და რას აკეთებს ბერლინი? ის კიბეს ქმნის ისევ აი ამ ილუზორული ტყუილის საფუძველზე. არქიტექტურულად ქმნის ასეთ რამეს. ის ავიწროვებს და სიმაღლეში ამცირებს, თანდათანობით მცირდება სიმაღლეში. რატომ? იმიტომ რომ პაპი, რომელიც დგას, გამოჩნდეს, შენ გეგონოს რომ უფრო დიდია, ვიდრე არის რეალურად. ჩვენება რომ ჩანს უფრო მცირე ჩანს ვიდრე არის რეალობაში. ამას აკეთებს სწორედ აი ამგვარი შესწორებები. ნუ რასაკვირველია კარტუში ქანდაკებებით დამშვენებული, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია ბაროკოსთვის და ეს უხვად გამოყენებული არის ხოლმე არქიტექტურის თანდებად ასეთი დეკორაცია, რომელიც უკვე გამოდის აი არქიტექტურულ კონსტრუქციული ლოგიკიდან. იმას თავისი ფუნქცია აკისრია სწორედ ემოციების გამომწვევი. ეხლა გადავიდეთ მართლაც შესანიშნავი რამ გააკეთა პეტრეს ტაძართან მიმართებაში და აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ ერთი რამ. შეგახსენებთ, რომ აი მიქელანჯელოსეული გეგმა, რაზე ჩვენ ვისაუბრებთ, არ განხორციელდა ბოლომდე, თქო ვთქვი. ანუ განხორციელდა აღმოსავლეთ ნაწილი, მოდი შევხედოთ, აი ამ ნაწილზეა გუმბათი განხორციელდა და უკან, აი ესენი, ნახეთ, აი ეს ნაწილი არის განხორციელებული. აი წინა ნაწილი არ არის. და გადადის ხელში კარლო მადერნა ეს იყო არ იყო ნამდვილად ცუდი არქიტექტორი, კარგი არქიტექტორი, რომელიც იყო ასევე ბაროკოს წარმომადგენელი გახლავთ და კარლო მადერნას მოსწავლე იყო სხვათა შორის დღეს ვისაც ვისაუბრებთ შემდეგი ვინც არის, ეს არის ბორომინი, ფრანჩესკო ბორომინი, აი ძალიან დიდი არქიტექტორი, ისიც ბაროკოსი, მისი მასწავლებელი გახლავთ კარლო მადერნა. რა მოხდა ამ შემთხვევაში? მოთხოვნა იყო ის, რომ უნდა გაზრდილიყო მოცულობა ტაძრისა და ესე იგი კარლო მადერნა აკეთებს აი ამ აღმოსავლეთი ნაწილის არ გაგიკვირდეთ, მე სულ გავიმეორებ ხოლმე ამას, რომ ეს არის ტაძარი, რომელშიც ორიენტაცია არის შეცვლილი. ანუ დასავლეთ მხარეს არის ესეთი შემთხვევა, ხო? ანუ საერთო ესე ვთქვათ ზოგადად როგორც არის მიღებული, რომ უნდა იყოს აღმოსავლეთ მხარეს საკურთხეველი, აქ ესე არ არის, არის დასავლეთ მხარეს. ამიტომ აი ეს აღმოსავლეთი ნაწილი დააგრძელა, მისცა ბაზილიკის ფორმა. ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენ მიქელანჯელოს ჰქონდა ცენტრში უნდა ყოფილიყო გუმბათი, ანუ ჯვრულ-გუმბათოვანი ნაგებობა იყო, ცენტრში უნდა ყოფილიყო გაბატონებული გუმბათი, ხო? და აი ეს დაიკარგა, გადავარდა უკან და ამას ხელი შეუწყო რამ კიდევ, არა მარტო იმან, რომ ბაზილიკის ფორმა მიიღო, არა მარტო მაგან. მთელი აქცენტი, იმიტომაც გაჩვენეთ ეს ნახეთ, უზარმაზარი ფასადია გაკეთებული აღმოსავლეთ ნაწილში და ეს უზარმაზარი ფასადი არის ძალიან მონუმენტური. აქ შეგახსენებთ, რომ მე გითხარით, როდესაც ალბერტიზე ვსაუბრობდი, გითხარით, რომ ალბერტის სანტ-ანდრეას მანტუაში გაკეთებული სვეტები, რომელიც აქვს ფასადზე, რომელიც არის დიდი მასშტაბის და ორმასშტაბიანობა არის იქ შემოტანილი, ეს გამეორდება ბაროკოში თქვა ძალიან აქტიურად და ერთ-ერთი გახლავთ რასაკვირველია, აი ეს ტაძარი, წმინდა პეტრეს ტაძარი, რომელშიც ფასადი არა მარტო ესე ვთქვათ იმ ნაწილს იკავებს, რაც არის უშუალოდ და გეგმაზე ხა შეგახედეთ, რაზე მაქვს საუბარი, ნახეთ აი ნახეთ, არა მარტო ამ ნაწილს, აი მთლიანად გამიდა, ანუ შიგანეში არის გასული ფასადი, ძალიან დიდი ფასადია და ფარდასავით ააფარა
აი ამ შენობას და აი შეგრძნება გაჩნდა თურმე ისეთი რომ და მინდა წარმოიდგინოთ ეს რომ ფასადი ჩაევიჭო თითქოს მიწაში და გუმბათი გადავარდა უკან. ანუ მიქელანჯელოსეული აზრი საერთოდ დაფარულია, საერთოდ აღარ ჩანს არაფერი, გუმბათი ჩანს ძალიან ესე მეორე ხარისხოვნად, ანუ იქ უნდა ყოფილიყო თავარი აქცენტი გუმბათზე. აქ იმაზეც ვერ ვლაპარაკობ ჯერ რომ ორი მნიშვნელოვანი ნაწილია, ვთქვათ, გუმბათი და ფასადი, არა, ფასადმა აიღო ყველაფერი. ეხლა ნახეთ რა ხდება, მე მინდა წარმოიდგინოთ რა სიტუაცია დახვდა ბერლინის, იმიტომ რომ ბერლინი ხდება აი ამ ვატიკანის და წმინდა პეტრეს ტაძრის თავარი არქიტექტორი, როგორც გითხარით, შიდა სამუშაოები იჩვენეთ, ანუ ეს იქ არის კიდევ წმინდა ლონგინოზის ქანდაკება, ისიც ძალიან ესეთ ექსტაზის ძალიან კულმინაციურ ემოციურ ხასიათშია გამოსახული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო მაინც ეს გახლავდა რატომ. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენ არის უკვე ტაძარი კარლო მადერნას მიერ შესრულებული, არის და აი აქ ერთი წუთით უნდა გადავიდე ცოტა წინა პერიოდში, სანამ ბერლინის სამუშაოებზე დავიწყებ ლაპარაკს, აუცილებლად უნდა გითხრათ, რა გააკეთა აქ დომენიკო ფონტანამ, ეს არის მე-16 საუკუნე და გვიანი რენესანსია, ანუ 1584 წელია, გვიანი რენესანსი, გარდამავალი პერიოდი, ესე იგი ბაროკოსკენ გარდამავალი პერიოდი, მაგრამ ჯერ კიდევ რენესანსში ვარ. დომენიკო ფონტანა ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტორ ქალაქმგეგმარებელი, ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ მას ეკუთვნის იდეა აი ამ ობელისკების და მრავლობით რიცხვში, იმიტომ ვამბობ, რომ ეს ერთი ობელისკი კი არ არის. ეგვიპტური ობელისკების გამოყენების იდეა რომის ქალაქგეგმარებაში. ეხლა მე მინდა შეგახედოთ, უცბად შეგახედეთ, რას აკეთებს დომენიკო ფონტანა და მოვუბრუნდები მერე ისევ ამ პეტრეს ტაძრის წინამდებარე მოედნებს. დომენიკო ფონტანა ფაქტობრივად ბაროკოს რომის ნიადაგს ქმნის ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით. რას აკეთებს ის? ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვან ადგილებში და აღმოჩნდა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ადგილები, მართლაც აი თვითონ ამ ცენტრის ფორმირებისთვის, ქსელის, ქუჩების ქსელის ფორმირებისთვის, ეს არის პოპოლოს მომავალში უკვე მოედანი, დგამს ობელისკს, დგამს ობელი სანტა კროჩესთან, დგამს ობელისკს ესე იგი სან ჯოვანი ინ ლატერანო, სხვათა შორის ეს არის სწორედ საკათედრო ტაძარი, დაიმახსოვრეთ, პეტრეს ტაძარი, რომელიც კათოლიკური სამყაროს centrია, საკათედრო ტაძარი არ არის, კათედრალური ტაძარი გახლავთ აი ეს. აი აქ დგამს ობელისკს. დგამს ობელისკს სან კვატრო, აი ეს არის იცით რა 4 შადრევნის ქუჩა, გადაკვეთის ქუჩა არის და დგამ აი არის ისეთი ადგილები, რომელშიც დადგამს ობელისკებს და მე ამ ობელისკების ამ წერტილების შეერთებით, ბოდიშვილი სანტა მარია მაჯორესთან დგამს, აი აქ, სანტა მარია მაჯორესთან, სან კარლო ალე კვატრო ფონტანე არა, ჯერ არა, იქ დაივიწყეთ, ამაზე მე გვექნება ლაპარაკი. სანტა მარია მაჯორესთან. აი ამ ობელისკების მე შეერთებით ხდება ის, რომ ფორმირდება რომის ქალაქგეგმარებითი ქსელი. ანუ მან საფუძველი შეუქმნა მომავალ დაგეგმარებას. ეხლა მე შემიძლია უკან დავბრუნდე, მე აქ ისე მომიწევს მოbrunება. ეს ტენდენცია დომენიკო ფონტანას აი ამ რამდენიმე ობელისკის დადგმის ტენდენცია მე გახდება სახასიათო ბაროკოს რომისთვის და ჩვენ ნახავთ, რომ სხვა ობელისკებიც გაჩნდება აქ, მაგრამ საიდან წამოვიდა ეს იდეა? ალბათ ისე მიქელანჯელოსთან უნდა მივიდეთ, მარკუს ავრელიუსის ქანდაკება, როდესაც დადგა კაპიტოლიუმის მოედანზე და ამით ფორმირება მოახდინა სივრცის მოწესრიგება. რეალურად ეს გააკეთა დომენიკო ფონტანა, მაგრამ აქ მინდა ერთ რამეს გაუსვა ხაზი, რომ ეს მრავალტონიანი ობელისკები ძალიან რთული სამუშაო იყო შესრულებული, იმიტომ რომ რეალურად ეს იყო მივიწყებული, ხო? მან მეორე სიცოცხლე მიანიჭა ამ ეგვიპტურ ობელისკებს და ახლა წარმოიდგინეთ რა მექანიზმები იყო საჭირო, ანუ ამ წესაშვალებები იმისთვის, რომ ეს დაეყენებინა ვერტიკალურად, ხო? ყველაფერი ეს შეასრულა თვითონ, ანუ საინჟინრო სამუშაოებიც მას მისი ჩანაფიქრით იყო შესრულებული და დავბრუნდები ახლა წმინდა პეტრეს ტაძართან და მინდა წარმოიდგინოთ აქ რა ხდება. აი აქ არის ესე იგი ბრამანტესეული, იცით თქვენ ეს აქ არის სან დამაზოს ეზო, აქ არის ბელვედერის ეზო, არის
პინიას, ეგრეთ წოდებული პინიას ეზო, ანუ გირჩის ესეთი ბრინჯაოს გირჩი იყო ჩამოტანილი კონსტანტინოპოლიდან და იმის ეზო არის აქ. ანუ აი ნახეთ ამ ეზოებზეა ლაპარაკი. შეხედეთ, ეს ეზოები, აი აგერ არის სანდამაზოს ეზო, ეს ყველაფერი ბრამანტეს დაწყებულია და რაფაელის დამთავრებულია. ანუ რეალურად ლაპარაკი გვაქვს დღევანდელ ვატიკანის მუზეუმზე. ეს ყველაფერი მუზეუმად არის დღეს ქცეული და მაშინ იყო პაპის აპარტამენტები, ხო? აი ეს ტაძარი თითქოს არის ცალკე, აი ბრამანტეს ეს შექმნილი ეზოები არის ცალკე და ობელისკი, რომელიც გასაკვირველია, აქ გარკვეულწილად რაღაცა მოწესრიგებას აკეთებს, მაგრამ მცირე სივრცეში შედარებით. იმიტომ რომ მარკუს ავრელიუსის ქანდაკება თქვენ იცით დაიდგა მცირე მოედანზე, ხო? და იქ არაფერი რო არ იყო, იმან მოაწესრიგა თავის გარშემო, მაგრამ სივრცესაც გააჩნია. ეს არის უკიდეგანო დიდი სივრცე. ამიტომ ამის ამ ობელისკით მარტო მოწესრიგება ცალ-ცალკეა, ობელისკი ცალკე აღიქმება, ეს ცალკე აღიქმება, ეს ცალკეა და აქეთ არის ბორგოს მოუწესრიგებელი შედარებით საცხოვრებელი კვარტალია. ეს ყველაფერი არის აჯაფსანდალივით, ახლა ნუ ბრჭყალებში ვამბობ, ანუ ქაოსია. ეხლა ამის ამას სჭირდება ძალიან ძლიერი ხელი და ტვინი. ძალიან ძლიერი შემოქმედი, რომ ეს ყველაფერი შეკრას. და ეს იქნება ჯან ლორენცო ბერნინი. ბერნინი აკეთებს, ნახეთ, აი პირველი შემთხვევა ასეთი გართულებული სისტემის შექმნისა, ორი მოედანი გააკეთა მან, წინამდებარე. ამ მოედანს მისცა დახრილი, ანუ თვითონ ეს სიბრტყე მოედნის არის დახრილი კადრისკენ, ნახეთ, აქედან იქით იზრდება. ამით რა გააკეთა? თითქოს აწია ეს ფასადი, ესმით, აი მოედნის, აი ამგვარმა დაწევამ ფასადი თითქოს აწია და მისცა არა ჩარჭობის, არამედ უკვე თითქოს თავის ადგილი დააკავებინა. პლუს გარშემოსავლელი, ნახეთ როგორი ორი მოედანი აქვს, ტრაპეციული და ოვალური. და გარშემოსავლელი ეს არის ტოსკანური ორდერით შექმნილი, მე ახლა გაჩვენებთ უფრო დიდ მასშტაბში, აი ნახეთ, ტოსკანური ორდერით შექმნილი სამი გასასვლელია, ანუ 4 რიგი არის ორდერისა. რას შვება ის, როგორც მოედანი მიდის, არა, ასევე მიუყვება აი ეს ნაწილი, ნახეთ, ჰორიზონტალური ნაწილები, აი ჰორიზონტალურად ანტაბლემენტი, აი ეს ბალუსტრადა და ზემოთ მდგარი ქანდაკებები დახრილად მიუყვება, ამას ვერ გძნობ, მაგრამ ეს რას აკეთებს, ვიზუალურად ასწორებს გარკვეულ შეცდომებს. პლუს, როდესაც დიდი სივრცეა, სწორედ ახლა მთლიანად რო ერთი მოედანი გაკეთებულიყო, ამას ვერ მიაღწევდა ეფექტს. იმ ეფექტს რა ეფექტიც მიიღო. და რატომ? ჯერ ერთი ეს გამზადებს, აი ეს ოვალი გამზადებს იმისთვის, რომ მიხვიდე აი ამ მასშტაბის ფასადის აღსაქმება და მეორე ამბავი ის არის, რომ ამგვარი გადაწყვეტა ტრაპეციული იმისი პირიქით არის, რაც კიბე ქონდა გაკეთებული. იმის პირიქითი ეფექტია. ანუ შენ გონია, რომ ტაძრის ფასადი იმიტოა დიდი, რომ გეჩვენება ეს რეალურად გონია უფრო პატარა, რომ შენ ახლოს დგახარ. შეგიმცირა მანძილი, ოპტიკური შესწორება შეიტანა, ანუ ილუზორულად გატყუებს. და გატყუებს სასარგებლოდ არქიტექტურისთვის. ამან, ეხლა იმას კი არ ვამბობ, რომ გუმბათი უკან გადმოაგდო, კი არ გადმოაგდო. ერთად მოაწესრიგა და შეკრა მთელი კომპოზიცია და გუმბათმაც დაიკავა სათანადო ადგილი. ანუ ის შეგრძნება, რომ გუმბათი გადავარდა, რომ ფასადმა შეჭამა, ეს კი არ არის თანდათანობითი რაკურსების გახსნა. ამით, ანუ ბერნინი ფაქტობრივად შეცდომა გამოასწორა. აი მადერნას დაშვებული შეცდომა გამოსწორდა ამ შემთხვევაში. ეხლა აქ გარდა ობელისკისა ორი შადრევანია. აი ეს შადრევნებიც ასე სიმეტრიულად ჩაბმული. ესეც სახასიათო ხდება ზოგადად აი ამ პერიოდისთვის, აი ამ ბაროკოს პერიოდისთვის შადრევნების უხვად გამოყენება მოედნებზე და ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ შადრევანი ხდება ესეთი დომინანტური აი ამ მოედნების აღქმაში. აი ამდენად ძლიერი გახდათ მისი არქიტექტურული ჩანაფიქრები. ახლა მცირე ტაძარი ეს არის სანტ-ანდრეა ალ კვირინალე, რომელიც რომში მდებარეობს კვირინალის ბორცვზე. მცირე ტაძარია, მაგრამ როდესაც ლაპარაკობთ ბაროკოზე და გართულებულ ფორმებზე, ანუ უკვე რას აკეთებენ, იცით, აი მრგვალს ვთქვათ, ანუ
წესიერ მრავალკუთხედს ნაკლებად შეხვდებით. აუცილებლად არის ან ელიფსი, ან ოვალი, აუცილებლად გართულებული ფორმები შემოდის და აი ეს პატარა ტაძარიც იქცევს ყურადღებას, იცით როგორ არის, აი თავისთვის ქუჩაზე თითქოს და რითი იქცევს ყურადღებას, ნახეთ, აი ეს კიბეები, მიქელანჯელოს კიბეებს გაგახსენებთ ლავრენციანას ბიბლიოთეკის, აი დინებითი, ესეთი ხასიათი რო ქონდა რა, რაღაცა მომგვანებული. აი ამ ტიპის კიბეები, რომელიც პორტიკს უსვამს ხაზს, როგორ აი ამ გამოწეული, ანუ მოთხაზოვნება და სწორხაზოვნება სინთეზირებულია ერთმანეთთან იმისთვის, რომ ამ მცირე პორტიკში ხაზგასმული იყოს სწორედ ეს. აუცილებლად მიაქცევთ ყურადღებას, რომ ჩაილით იმდენად ძალიან კოხტად ზის ჯერ ეს ერთი და მეორეც ფორმის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ეხლა მეორე, მე ჩქარ-ჩქარი ტემპით უნდა წავყვე, მეორე დიდი არქიტექტორი ამ პერიოდის ეს არის ფრანჩესკო ბორომინი. თქვენ წაიკითხავთ, ალბათ ნახავთ, რომ ფრანჩესკო ბორომინისა და ესე იგი ბერნინის ურთიერთობა არ იყო მარტივი. რაღაც პერიოდი მუშაობდა ბორომინი მასთან ერთად. ფრანჩესკო ბორომინი იყო მართლა ძალიან დიდი არქიტექტორი, მაგრამ ერთად, როდესაც არიან გენიოსები, გაიხსენებთ მიქელანჯელო ამბობდა, რაფაელმა ყველაფერი ჩემგან ისწავლა. ეს ბუნებრივი ამბავიც არის. სხვათა შორის დაამთავრა ბორომინი თავის სიცოცხლეს სამწუხაროდ სუიციდით. და შესაბამისად მის საფლავზე არ არის ამიტომ გაკეთებული წარწერა, ის გამონაკლისი არის და დაკრძალეს ეკლესიაში, იყო დიდი პიროვნება, მაგრამ მან სამწუხაროდ ყელი გამოიჩინა. რატომ მივიდა ამ დეპრესიამდე? როგორც ჩანს, იყო ეს კონკურენციის ამბები მაინც და ყველა შეკვეთა მიდიოდა. ბერნინი იყო ძალიან მოთხოვნადი ამ პერიოდში და ეძახდნენ რომის დიქტატორს. რეალურად საცსა გაიხედა ბერნინი. მაგრამ არანაკლები არის თავისი არქიტექტურული შემოქმედებით ვამბობ ბორომინი. ბორომინის მხოლოდ ეს ეკლესია San Carlo alle Quattro Fontane, აი ესეც კი კმარა იმისთვის, რომ თქვა რამდენად ძლიერი არქიტექტორია. ის ქმნის ახლებურ, ნახეთ როგორი გააზრება, აქ ძალიან რთულია ვილაპარაკოთ იმაზე, რასთან გვაქვს საქმე, რა ტიპის ტაძართან გვაქვს საქმე. ამ დროს არის ცენტრულ გუმბათოვანი ნაგებობა, მაგრამ ცენტრი როგორია? აქ არის მრავალი ცენტრი, აქ არ არის ერთი, იმიტომ რომ ნახეთ რა შეესაქმე. თითქოს ლეკალოთი არის, აი გართულებული ფორმა მოცემული, აი საოცარი მრუდხაზოვნება არის, საოცარი პლასტიკაა შემოთავაზებული, რაც არა მარტო გეგმაში ისახება, არამედ ისახება ფასადში, მსგავსი რამ აქამდე არ იყო რა. ასე იგი ტალღა ხელი მეშლება. ტალღაა გაკეთებული. ნახეთ როგორი ისეთი ტალღისებული და მსგავსი რამ, სულ სწორია ხოლმე. ხო ჩვენ ნახეთ ახლა ბაროკოში, აი ბაროკოს პერიოდსაც მიაკუთვნებენ Il Gesù ტაძარი ნახეთ, რომელიც ვინიოლასია და ჯაკომო დელა პორტასი ფასადი, ხო? ისიც ბაროკოა, მაგრამ ის და აი ახლა თუნდაც წმინდა პეტრეს ტაძრის ფასადი რომ ნახეთ, მადერნასი, ხო? ესეც ბაროკოს პერიოდი არის, მაგრამ მსგავსი რამ ასე გართულება ფორმების ჯერ არ გვინახავს ფასადზე მაქვს ლაპარაკი, აი ეს ტალღისებული გადაწყვეტა, რომელშიც და მე მინდა გითხრათ, რომ აქ სანამ ეს ტაძარი აშენდებოდა, ის რატო ქვია 4 შადრევნის ისა, აქ არის არნო, ტიბრი, ანუ ალეგორიული გამოსახულება და 4 მდინარის, იმიტომ ქვია. იტალიის ქალაქები და შესაბამისად არის როგორ ვიცით, აი ამ 4 კუთხეში არის შადრევნების ალეგორიული გამოსახულებები ჩასმული გიფსით გაკეთებული. ანუ ეს არ არის მარმარილოთი კვეთაში, მაგრამ ძალიან საინტერესო არის თვითონ ეს არეალი და მე გეგმაზე შეგახედებთ, რომში სად მდებარეობს. და კუთხეში აკეთებს ამ ტაძარს. კუთხეში ასიმეტრიულად არის ფაქტობრივად ისია, ნახეთ, აი აქ ჩანართი ამაზე მეტყველებს, როგორი ასიმეტრიული გადაწყვეტა აქვს, მაგრამ ფასადი არის აი ამ ღერძის მიმართ, აი ჩავთვალოთ რა ეს ვერტიკალური ღერძის მიმართ, აბსოლუტურად სიმეტრიულად გადაწყვეტილი ეს ტალღისებული ფასადი და რა თქმა უნდა მასშტაბების ცვალებადობა, კონტრასტული მასშტაბები, ანუ დიდი მასშტაბის სვეტები, რომელიც არის თითქმის მთლიანი სვეტია მოცემული და აქ პილასტრა არ არის, როგორც ხედავთ, იყენებს ასევე მცირე ორდერს, მცირეს იყენებს იმ სართულის საჩვენება ქონა დიდი, აქ არის, რომელიც მოიცავს 2 იარუსს, ასე ვთქვათ. რეალურად ეს ფასადი არის 2 იარუსად გაყოფილი, პირველი იარუსი
დასრულებული ანტაბლემენტით და მეორე იარუსი უკვე კარტუშით. კარტუშით ესეც დამახასიათებელი ელემენტი ხდება ამგვარი ტაძრებისა და ეს უკვე ჩვენ ინჯეზუშიც ვნახეთ და რასაკვირველია ქანდაკებები ნიშებში შესმული ქანდაკებები რომლებიც უკვე ფასადზე არის გამოსახული და ნუ ქანდაკების არსებობა ტაძართან თქვენთვის არ არის პირველი შეხვედრა გოთიკაში ჩვენ ეს უხვად ვნახეთ როდესაც ფასადებზე იყო გამოყენებული ქანდაკებები მაგრამ აქ არის სხვაგვარად მოცემული ანუ ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე რომ აქ მეტი ემოცია მოდის ანუ ბაროკოს მოაქვს უფრო მეტი ემოცია ეს ტაძარი გუმბათის ერთ წუთით გუმბათის მიხედვით არის რა თქმა უნდა რთული. მისი აი კესონები სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა ზომის არის და რაც უფრო სიღრმეში მიდის, მით უფრო ვიწროვდება და კიდევ უფრო გიჩვენებს, რომ თითქოს კიდევ უფრო ღრმა არის გუმბათი, უფრო წაგრძელებულია გუმბათი. ფორმას ხედავთ, რომ არის ოვალური. რატომ? იმიტომ რომ ნახეთ როგორი გეგმა ქონდა მას და რასაკვირველია ორდინალური თქვათ წრე აქ ვერ გაკეთდებოდა ანუ აუცილებლად არის გამოყენებული ხოლმე აი ესეთი დარღვევა და აქ ხო საერთოდ ბორომინის აი სანტიუს ეკლესია რომელიც გახლავთ საუნივერსიტეტო ხასიათის და აი ამ საუნივერსიტეტო ამ ეზოში არის დამასრულებელი გუმბათოვანი ეკლესია ამ გუმბათზე საუბარი რთულია რა ფორმებით არის ეს არის შეწეულ გამოწეული მრუთხაზოვანი სირთულის გუმბათი რომელიც ახედავთ თქვენ როგორ მიისწრაფვის სიღრმისკენ და ილუზორულად კიდევ უფრო მეტად გონია რომ უფრო მაღლა არის კიდევ უფრო აი ეს წერტილი ფოკუსირებული ეს ანუ რაზეა აგებული ეფექტებს აი ეს ყველა გააზრება გუმბათი იქნება არქიტექტურული ნაწილი იქნება რომელიმე არის გააზრებული ეფექტების მისაღწევად თავად ეს არის საინტერესო იმით რომ არის რას გაგონებთ ეს არის ფიჭის და ფუტკარს გვაგონებს და აი ეს ჩანართები აი ფიჭის მსგავსია რატომ იმიტომ რომ პაპი ურბან მერვე რომელიც იყო ბარბერინის გვარის წარმომადგენელი გახდა ამ ბარბერინის გვარის სიმბოლო ესე ვთქვათ გერბზე ჰქონდა ფუტკარი და ამიტომ არის აქ ფუტკარი გამოსახული და იცით რა არის აი ხა როცა ვსაუბრობთ ბორომინიზე ეს არ არის მისი შემოქმედების კიდევ ნახავთ მისი შემოქმედებიდან ასაკურველია მაგრამ აი ეს მოხდა რომ მაინც იყო გარკვეული როგორც ჩანს დაპირისპირება და ბერნინი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა უფრო რაღაც სადღაც აკითხულიც მაქვს რომ თითქოს ბერნინი შეუშალა ხელი ბორომინის იმაში რომ პეტრეს ტაძრის მთავარი არქიტექტორი გამხდარიყო მაგრამ ნუ ეხა ამაზე მსჯელობა რთულია ფაქტი ერთია რომ ორივე არის ძალიან დიდი არქიტექტორი და ბერნინი ნუ საოცარი რაოდენობა აქვს თავში აი ამ არქიტექტურულ კიდევ უფრო მეტი რა თქმა უნდა ქანდაკება ანუ საერთოდ თავის შემოქმედება აქვს ძალიან ფართოდ გაშლილი ბორომინი კიდე ეს დაამთავრა 20 წლით ადრე რეალურად იყვნენ ისინი თითქმის ტოლები იყვნენ ერთი წელი იყო თუ არ ვცდები სხვაობა ეხლა რაც შეეხება არ შეიძლება კიდევ ერთ არქიტექტორს არ შევეხო და უბრალოდ ნახოთ მისი შემოქმედება ეს უკვე რასაკვირველია გავლენები არის უკვე არსებობს ბორომინის და ბერნინის ბაროკული შემოქმედება და არა მარტო მათი და გვარინო გვარინი აქ საინტერესო ის არის რომ გვარინო გვარინი რომელიც მათემატიკოსი კარგად ფლობდა მათემატიკას ქმნის თავის მშობლიურ ტურინში სანსიდონეს ეკლესიის გუმბათი აქ საერთოდ შეუძლებელია ილაპარაკოს ტრიალებს პირდაპირ აი ტრიალებს ღერძის გარშემო საოცარი ფორმებია გამოყენებული და ქვემოდან თუ შეხედავთ თითქოს ერთმანეთზე არის მოწყობილი აი ჩვენი დარბაზის ტიპის გადახურვასავით მიდის დარბაზი არ არის რა თქმა უნდა მაგრამ აი ისე იკითხება ქვემოდან ზემოთ რის ხარჯზე აი ამ ოვალური საოცარი ფორმების ხარჯზე რომელიც ქვემოდან ზემოთ ცირდება აქ სისტემა არის მაგრამ გართულებული სისტემა არის და თვითონ მათემატიკოსი რო იყო ამის გათვლა ძალიან ისე კონსტრუქციული გათვლა მოახდინა და თავდება საყვარელი თემა არის ბორომინის ეკლესიაც გუმბათი თავდებოდა ეს
სანათური არის როგორც ხედა სპირალური ფორმის. ესეც საყვარელი თემა. გავიხსენოთ ბერნინის აი ეს სვეტები, რომ დაგრიხა, ხო? ანუ აი ეს მომენტიც, ანუ სპირალის შემოყვანა, მუთხა ზოვნების ხაზგასმა, ეს საყვარელი თემაა და გავლენა, ну ჯერ შევხედოთ როგორ გამოიყურება ეს გუმბათი და გავლენა, მაგალითად აი ბორომინის სან კარლო ალე კვატრო ფონტანის ფასადისა, აქ ჩვენ ხედავთ კარინიანოს, პალაცო კარინიანო ესე ტურინის ესეთ მოედანზე მდგარი ძალიან მნიშვნელოვანი პალაცო, რომელშიც ჰორიზონტალურად გაიწევა უზარმაზარი ფასადი არის და ეს უზარმაზარი ფასადი ალღისებურად წარმოდგენილი ცენტრალურ ნაწილში არ დაგონებთ ბერნინის სანტ-ანდრეას ეკლესიას კვირინალის აი ეს გამოსვლა, ანუ ესეც სახასიათო ხდება, ანუ შეწეული, გამოწეული მუთხაზოვანი ელემენტების გამოჩენა და ძალიან დიდი მასშტაბის აი ასეთი კარტუშის ჩართვა, რომელიც თავდება ვოლუტებით, ანუ ფრონტონი, ფაქტობრივად აი ეს ფრონტონი არის გართულებული ფორმისა, რაც აქამდე ჩვენ არ გვინახავს და რა ის ფრონტონი დასრულებული რასაკვირველია კარტუშით, რომელიც არის აი კარინიანოს ასე ვთქვათ ემბლემა. ეხლა უნდა გადავიდეთ ბაროკოს პერიოდის მოედნებზე. მოედანი, რომელიც არის აი ეხლა ეკლესიას, რასაც ხედავთ, ეს სანტ-ანიეზეს ეკლესია, ეს გახლავთ სწორედ ბორომინის მიერ შექმნილი. სანტ-ანიეზეს ეკლესია, აი ეს ეკლესია მდებარეობს მოედანზე, რომელსაც ქვია ნავონას მოედანი. ნავონას მოედანი არის დომიციანის სტადიონის ადგილას შექმნილი. სტადიონი იყო, იმიტომაცაა გაისეთ წაგზელებული ფორმა და დატოვეს კიდევაც აი ამ ფორმისა. აქ ჩვენ ხედავთ სამი შადრევანია, შესანიშნავი მოედანია და თავისი არქიტექტურულ სკულპტურული გადაწყვეტით. და ჩვენ ხედავთ, რომ აქ არის ობელისკი, ეს არ არის დომენიკო ფონტანას მიერ დადგმული ობელისკი, მაგრამ აი ეს მოიტანა დომენიკო ფონტანას გადაწყვეტა იმ რამდენიმე ადგილას, როცა დადგა მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრებში, როცა დადგა ობელისკები აი ამ მთავარი ნაგებობების წინ. და აი ობელისკი ქანდაკებებით ეს არის 4 მდინარის შადრევანი. ეხლა ჩვენ ნახავთ აქ არის ერთი წუთით, აი ეს მავრის შადრევანი, რომელშიც მონაწილეობა აქვს მიღებული ბერნინის, იმიტომ რომ აქ აი ეს ფიგურა მავრის თვითონ ბერნინის შესრულებული არის. აქ არის ასევე მესამე შადრევანი, ერთი წუთით მინდა გიჩვენოთ, უნდა ჩანდეს ის. სამწუხაროდ არ არის. მხოლოდ მავრის შადრევანია ახლოდან გადაღებული. კარგი. და ანუ ეს იცით რა არის? აი რომში როცა მიდიხარ, გარე სივრცეში გაქვს ღია ცისქვეშ მუზეუმი. შიგნით რო არ შეხვიდე და შიგნით რო შეხვალ, იქ ვატიკანის მუზეუმი საოცრებაა, მაგრამ რომც არ შეხვიდე შიგნით, ყველაფერი გაქვს გარეთ, ბერნინისაც ნახავ, ბორომინისაც ნახავ და ყველა იმ არქიტექტორს და მოქანდაკეს, რომელიც იმ პერიოდში მოღვაწეობდა, შესანიშნავი ესე იგი ძეგლები არის წარმოდგენილი. შადრევნები კიდე გითხარით მე თქვენ რომ ხდება დამახასიათებელი მეთქი ამ და ერთ-ერთი შადრევანი მინდა გიჩვენოთ, რომელიც მოგვიანო პერიოდის არის, მაგრამ ბუნებრივია ეს იყო გავლენა, იმიტომ რომ ერთი წუთით აი ეს ტრევის შადრევანი, რაც ყოველთვის არის ნაცნობი, ეს არ გახლავთ, ეს სხვათა შორის როგორც წავიკითხე ადრე, ბერნინის ჩაფიქრებული ქონდა და განხორციელებული არ არის მის მიერ, ეს არის ნიკოლა სალვის მიერ უკვე მე-18 საუკუნეში შესრულებული შადრევანი, პალაცო პოლი დგას აქ, აი ძალიან ბაროკული ხასიათი აქვს და პალაცო პოლის აი ამ ესე ვთქვათ ნიშაში, ცენტრალურ ნიშაში ნეპტუნის ქანდაკება გახლავთ და აქ წყლიდან ამოდიან, აი ცხენები ამოდიან. ისეთი გზნობა გაქვს, თითქოს ეს მოძრაობს, ეს არის ყველაზე პოპულარული შადრევანი, იმიტომ რომ გახარდა ისვრი იქ მონეტას, რომ მეორედ ჩახვიდე რომში. გავლენა არის სწორედ ბაროკული პერიოდისა და უფრო მოგვიანო პერიოდში არის ეს დასრულებული. ეხლა რაც შეეხება უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება, მე მოედნების ნახვა, რომელიც შეიქმნა ამ პერიოდში, აქ არ არის ლაპარაკი, მაგრამ მე შადრევნებზე როცა ვილაპარაკე, არის ბარბერინის პალაცოს წინ მდგარი
ისიც ბერნინის შესრულებული ტრიტონის შადრევანი, ანუ შადრევნებიც სავსეა. რომი თან ეს ძალიან კარგი ტენდენცია იყო, ცხელი კლიმატია რომში და ეს ასაკურველია, აი გაგრილების ერთ-ერთი საშუალებაც გახდათ და ამავე დროს მოედნების ფორმირებისა. ეხლა რასაც უყურებთ, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი მოედანი, რომელიც შეიქმნა რომის შესასვლელში. რომის შესასვლელი, აი ერთი წუთით გეგმას მიუბრუნდები, რომ ზუსტად გაჩვენოთ სად. ზუსტად სად არის ეს? აი, ნახეთ, აი ამაზეა ლაპარაკი. ეს არის პიაცა დელ პოპოლო. პიაცა დელ პოპოლო მდებარეობს, რომ წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, როგორ არის ახლა აქ პიაცა დელ პოპოლო მდებარეობს აი ტიბრის სანაპიროზე და მეორე მხარეს პინჩიოს ის არის ბორცვი, ანუ ამაღლებული, გამწვანებული ადგილია. აქ იყო ვია ფლამინია. ვია ფლამინია ეს იყო ანტიკური პერიოდის ქუჩა, ნახეთ აი კოლოსეუმისკენ. ვია ფლამინია დღესდღეობით ეს არის ვია დელ კორსო, ასე ქვია. აი ნახეთ, სამი სხივოსნური ქუჩა წარმოიშვა ამ ადგილას. ერთი არის ვია რიპეტა, ერთი არის ვია დელ კორსო და ერთი არის ვია დელ ბაბუინო, სტრადა დელ ბაბუინო იგივე. აი სტრადა დელ ბაბუინო გადის სწორედ პინჩიოს ბორცვის ქვეშ. ერთი ქუჩა მიდის ტიბრის სანაპიროზე და მინდა თუ ნახავთ რომაულ არდადეგებს, არაჩვეულებრივი ფილმია, ყველას ვეუბნები, ყველა ჩემს სტუდენტს. შეხედეთ იმას იმ თვალით, არქიტექტორის თვალით. თორე ძალიან დიდი არქიტექტორი ქართველი გიორგი ლეჟავა ამბობდა, რომ იმდენჯერ ნახე ეს რომაული არდადეგები, არა მარტო იმიტომ, რომ ფანტასტიკურად თამაშობენ ოდრიხებენი და გრიგორი პეკი, არამედ იმიტომ, რომ არქიტექტურა რომის შესანიშნავად წარმოდგენილი, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ფაქტობრივად იქ ყველაფერი ეს ჩანს. აი, როგორ შეიქმნა აი ეს მოედანი და ქუჩები, იმიტომ რომ ჩვენ მოედანს ცალკე ამ შემთხვევაში ჩაკეტილი მოედანი ეს არ არის, ეს არის გახსნილი მოედანი საით რომისკენ. ნახეთ, აი აქ არის შემოსასვლელი პორტა დელ პოპოლო, ანუ აქედან ხდებოდა რომში შემოსვლა. მოედანი, რომელსაც ჰქონდა ჯერ ტრაპეციული ფორმა იმ პერიოდში, როდესაც ეს ჩაისახა, დგას ობელისკი, მე გითხარით, ეს დომენიკო ფონტანას დადგმული ობელისკი გახლავთ და სამი სხივოსნური ქუჩა. რა მნიშვნელობა აქვს ამ სამსხივოსნურ ქუჩას? ნახეთ, რა შეესაქმეს 3 კილომეტრის მანძილზე ადამიანის თვალი ხედავს. რა ხდება? და აი ეს ობელისკი დგას ისე, რომ 3 კილომეტრის მანძილზე ნებისმიერი ამ ქუჩიდან უნდა ობელისკი დაინახო, მეტყვი ფოკუსშია. და ამ ობელისკთან როცა დგახარ, შენ აი ამ მანძილზე შეგიძლია აღიქვა რომი, ანუ რეალურად ამ სამა სხივოსნურმა ქუჩამ გაიარა მთელ რომში, იმ დროინდელ და დღევანდელ ისტორიულ რომში. ნებისმიერ ქუჩას რო დაადგე, მაინც გადიხარ აი მოხვდები მოკლედ ცენტრში. ეხლა ეს გადის ტიბრზე, ტიბრის სანაპიროზე და სწორედ იქაც მიმდინარეობს იმ ფილმში მოქმედება. ეს როგორც გითხარით არის მთავარი, ანუ ვია დელ კორსო, რომელსაც გაყავხარ ანტიკური რომი, იმიტომ რომ ანტიკური რომი არის უფრო მოცილებული ცენტრშია, მაგრამ აი ამ ბაროკული ცენტრის ცოტა მიღმა, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, კაპიტოლიუმის ბორცვის უკან არის, როგორც გითხარით. და აი ეს სტრადა დელ ბაბუინო, რომელიც მიდის, მიემართება, აი აქ არის პიაცა დელ ისპანია, ესპანეთის მოედანი არის, ამასაც შეგახედებთ და პრინციპი გითხარით, ანუ პოპოლოს შექმნის პრინციპი და მერე უკვე რა ხდება, იცით, აი ამ შეყრის კუთხეებში შენდება ორი ერთნაირი ეკლესია. აბსოლუტურად ერთნაირი გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ამ შეყრის ადგილებს თითქოს აი აქცენტირებას უკეთებს, ხდება დაფიქსირება ქუჩების შეყრის ადგილისა და კიდევ უფრო გამზადებს ცენტრის აღქმისთვის. და აქვე მდებარეობს კიდევ ერთი ეკლესია, რომელშიც მე რაფაელის ის გიჩვენეთ. თქვენ აქ არის რაფაელის, აი ამ ნაწილში არის რაფაელის კაპელა. ეს არის პოპოლოს ეკლესია და კიჯის კაპელა არის რაფაელის მიერ შესრულებული. ანუ ძალიან ბევრი რამე არის ერთად თავმოყრილი ამ მოედანზე, ხოლო ოვალური ფორმა მოგვიანო პერიოდში აქვს მიღებული, მე-18 საუკუნეში უკვე ვალაძიემ შეუცვალა, მისცა აი ასეთი ოვალური ფორმა, რომელმაც სხვათა შორის გააფართოვა, მაგრამ არ დააფუჭა მოედანი, ანუ ფაქტობრივად აი ტრაპეციის ფორმა გადაიქცა ოვალურ ფორმად, რომელიც
შეიძლება უფრო მეტადაც კი შეესაბამებოდეს ბაროკოს. ეხლა რაც შეეხება მე ვახსენე ესპანეთის ის არ შემიძლია აქ ესპანეთის კიბე არ გიჩვენოთ, ეს არის არაჩვეულებრივი კიბე საოცრად ბაროკული ხასიათის, რომელიც არ იცით როგორ არის ქვემოთ, აი ქვემოთ ამ კიბე, აი აქ ხედავთ, აი აქ ეს კიბით ჩამოდიხარ და აი აქ ხდება შადრევანი, ეს არის ნავი, რომელიც ასევე ქვია ბარკაჩე არის ნავი და ფანტანა დელა ბარკაჩე ეს ნიშნავს აი ამ პატარა ქართულად არ ვიცი როგორ ნავს ვეძახ ნავის შადრევანი გახლავთ რომელიც არის პიეტრო ბერნინის შესრულებული ანუ ჟან-ლორენცო ბერნინის მამის რომელიც მოქანდაკე გახდათ და იყო მანიერისტი სხვათა შორის გვიანი პერიოდის ანუ რენესანსის წარმომადგენელი და მისი შვილი ეხმარებოდა აი ამ შადრევის შესრულებაში ჟან-ლორენცო ბერნინის მიღებული აქვს მონაწილეობა მხოლოდ ამის მერე კეთდება კიბეები და ეს უკვე არის მე-18 საუკუნის შენაძენი პირველი 20 წლებისა და ეს არის ალესანდრო სპეკისა და ფრანჩესკა და სანტის მიერ შესრულებული კიბე, რომელიც სრულიად ბაროკული ხასიათის არის. და ზემოთ დგას აი აქ ეკლესია რო დგას, აი ეს ეკლესია მე ჯაკომო დელა პორტა ვახსენე, როცა მე ვილა ალდო ბრანდინი და კიდევ ვახსენე ილ ჯეზუს ფასადის შესრულებისას, მართალია მას ეს არ დაუსრულებია, მაგრამ აი მის მიერ იქნა აგებული სანტა ტრინიტა დეი მონტი, აი ასეთი ეკლესია. ხა რატო ეს ყველაფერი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ეკლესია, ობელისკი, კიბე, შადრევანი ერთი სისტემაა. ანუ ერთი სივრცული გადაწყვეტაა. ეს არის არქიტექტურისა და სივრცული აი ამ სამოედნო გარემოს ურთიერთ ინტეგრაცია, საოცარი ჰარმონიული ინტეგრაცია, ჰარმონიულს ამ შემთხვევაში გაწონასწორების თვალსაზრისით კი არ გულისხმობ ემოციურად გტვირთავს კიდევაც და